ირანის რეჟიმის ცენტრი შოკის ზონაში შევიდა და ახლა რაც ჩანს, ეს არის ღია მკაცრი და სულ უფრო საშიში ზეწოლა ირანის ახალ ლიდერზე. ამ კვირას 2026 წლის 19 აპრილის პირველივე წუთებში კრიზისმა კიდევ უფრო სერიოზული სახე მიიღო. რადგან თავად ის ბაზა, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს რეჟიმს, ეხლა მძვინვარებით რეაგირებს იმაზე, რასაც აღიქვამს როგორც დანებებას, დაბნეულობასა და სისუსტეს. საკითხი მხოლოდ ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირისპირება არ არის. რაც იკვეთება, ეს არის შიდა გახლეჩა ირანის ხელისუფლების გულში. ვინ არის ამ ყველაფრის ცენტრში? ერთი მხრივ ახალი ირანელი ლიდერი, რომელიც დუმილს ინარჩუნებს და საჯაროდ არ ჩნდება. მეორე მხრივ ისლამური რევოლუციური გვარდია, პარლამენტარები, რეჟიმთან დაკავშირებული არხები და სექტორები, რომლებმაც დაიწყეს აშასეშოსთან მოლაპარაკებებში ჩართული პირების კრიების კრიტიკა. სადაც ეს თეირანში ფეთქდება, თავად ისლამური რესპუბლიკის ძალაუფლების სისტემაში, მაგრამ პირდაპირ აისახება ჰორმუზში, საზღვაო მარშრუტების სამხედრო კონტროლში და ნარატივის ომში, რომელსაც რეჟიმი ცდილობს აწარმოოს, რათა შიგნიდან არ დაინგრეს. კრიზისი მაშინ დაიწყო, როდესაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისთვის გადაადგილება სრულად ღია იყო ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში. ეს ჯესტი რეჟიმის შიგნით ბომბივით აფეთქდა, რეაქცია მყისიერი იყო. საპარლამენტო ლიდერები, ისლამური რევოლუციური გვარდიისთან დაკავშირებული მეთაურები და ყველაზე მკაცრ ფრთასთან ასოცირებული არხები დაიწყეს განცხადების გაკრიტიკება. ამბობდნენ, რომ ეს გავდა იმ ერთადერთი რეალური ბერკეტის ჩაბარებას, რომელიც ირანს ჯერ კიდევ ჰქონდა შეერთებული შტატების წანტების ნაშე. ბევრი ადამიანისთვის თავად ირანის მმართველ აპარატში ჰორმუზის გახსნა კონკრეტული დათმობის მიღების გარეშე კაპიტულაციად ჟღერდა. სწორედ ამიტომ იღებს არეულობები სასიკვდილო და სიმბოლურ მნიშვნელობას. ამ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ ოპოზიციურ პროტესტებთან. დამკვიდრებული ინტერპრეტაცია სხვაა. ქუჩაში გასულთა ნაწილი სწორედ ის ბაზაა, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს რეჟიმს, ახლა კი აღშფოთებულია, რადგან სჯერა, რომ ირანის ხელმძღვანელობამ უკან დაიხია, დათმო და ინიციატივა დაკარგა. ბრისხანება მიმართული არ არის მხოლოდ გარემტრის წინააღმდეგ. ის მიმართულია თავად ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. მათ წინააღმდეგ, ვინც მოლაპარაკებაზე ისაუბრა, მათ წინააღმდეგ, ვინც გახსნა გამოაცხადა, მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ჯგუფების აზრით სტრატეგიული პოზიცია დათმო და სანაცვლოდ არაფერი მიიღო. როგორ ვლინდება ეს განხეთქილება? ის ვლინდება დიპლომატიურ ნარატივსა და სამხედრო რეალობას შორის დაპირისპირებაში. სანამ საგარეო საქმეთა მინისტრი ღია გასასვლელზე საუბრობდა, ისლამური რევოლუციური გვარდიის არხებთან დაკავშირებული გზავნილები სხვა რამეს ამბობდა. ჰორმუზი კვლავ კონტროლს, შეზღუდვასა და სამხედრო ზედამხედველობას ექვემდებარებოდა. ამავე დროს მკაცრი ხაზის მხარდამჭერი განცხადებები ახსნა განმარტებებს ითხოვდნენ და დაბნეულობას ამხელდნენ და მოითხოვდნენ, რომ ზემოთ არსებული სიჩუმე დარღვეულიყო. შეტყობინება ნათელი იყო. ვიღაცამ ზედმეტი ილაპარაკა, ვიღაცამ ზედმეტად დათმო. ეხლა კი რეჟიმი ცდილობს ზარალის გამოსწორებას. ეს დაძაბულობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან სინამდვილეში არავინ იცის, ვინ მართავს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაცია, რომელიც კრიზისს მართავს. ირანი უკვე აღარ მოქმედებს ისე, თითქოს ერთიანი მართვის მქონე ხელისუფლება იყოს. რაც ჩანს, ეს არის ბრძოლა ძალაუფლების რამდენიმე ცენტრს შორის. არის მოლაპარაკებთა, არის სამხედრო ფრთა, არის პარლამენტი, არის იდეოლოგიური არხები და ყველა ცდილობს, რომ ომის შემდეგ საკუთარ ადგილს შეინარჩუნოს. ვინც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს გამართავს და გამარჯვებულის სახით გამოვა, ის გაძლიერდება. ვინც სუსტად გამოჩნდება, შეიძლება გარეთ გააგდონ. ამ გარემოში იზრდება მოსაზრება, რომ რეჟიმი შეიძლება რაღაცა მსგავსისკენ იხრებოდეს, ფაქციებს შორის შიდა ომისკენ და ახალი ლიდერის არ ყოფნა ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს. უკვე ერთი თვეზე მეტია, რაც ის აირჩიეს, მაგრამ ის ვიდეოში არ გამოჩენილა, აუდიოში არ უსაუბრია და საზოგადოებისთვის პირდაპირი ავტორიტეტის ნიშანი არ მიუცია. მხოლოდ ტექსტები გავრცელდა. ამან ამ ანალიზის ფარგლებში დამანგრეველი ეჭვისთვის სივრცე გააჩინა. თუ არავინ ხედავს ლიდერს, თუ არავინ ისმენს ლიდერს, მაშინ ვინ ლაპარაკობს სინამდვილეში მის სახელით? სპეკულაციები უკვე საკმაოდ ბევრია. არის ადამიანები, რომლებიც ღიად აყენებენ ჰიპოთეზას, რომ ის შეიძლება უუნარო, იზოლირებული ან თუნდაც გარდაცვლილი იყოს. ეს უკიდურესი ეჭვია, მაგრამ თავად ხელმძღვანელობის სიცარიელე ამგვარ ინტერპრეტაციას აძლიერებს. ამავე დროს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია კიდევ უფრო დასუსტა, როდესაც დონალდ ტრამპისა და შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებები გავრცელდა, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ამერიკული საზღვაო ბლოკადა გრძელდებოდა. შეტყობინება პირდაპირი იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა სიტყოდა თეირანი. ირანის პორტები კვლავ ზეწოლის ქვეშ დარჩებოდა.
ეს საკითხი გადამწყვეტია, რადგან იმ ადამიანების აზრით, ვინც კრიტიკულად უყურებს მოლაპარაკებებს, ირანმა თავისი მთავარი იარაღი დათმო ისე, რომ ზღვის რეალობა არ შეცვლილა, ბლოკადა არ დასრულებულა და ეკონომიკა კრიზისიდან არ გამოსულა. სწორედ მაშინ გაღიზიანება პოლიტიკურ შეტევად გადაიქცა. რეჟიმთან დაკავშირებულმა ერთ-ერთმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს იმპიჩმენტის პროცესი დაემუქრებოდა. სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებების გამო, რომ არა ომის პერიოდი. სხვა მნიშვნელოვანმა ფიგურამ გააფრთხილა, რომ ირანი ფსიქოლოგიურ და ნარატივების ომს აგებს, რადგან სწრაფად არ მოქმედებს და ვერ აკონტროლებს გზავნილს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ინტერპრეტაციით რეჟიმმა მხოლოდ სამხედრო ძალა არ დაკარგა. ის ასევე კარდავს უნარს დაარწმუნოს საკუთარი მხარდამჭერები, რომ ჯერ კიდევ იცის რას აკეთებს. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც რეჟიმთან დაკავშირებულმა სააგენტო ტაზდაკმა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ცუდად, არასრულად და ორაზროვნების გამომწვევად შეაფასა. გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც სურს გაიაროს, უნდა შეათანხმოს გადაკვეთა ისლამური რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებთან. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე სცენაზე გამოვიდა, რათა დაესხას თავს ტრამპს, უარყოს სრული გახსნის იდეა და განაცხადოს, რომ ჰორმუზის წესებს ადგილზე გადაწყვეტენ და არა სოციალურ ქსელებში. ეს აჩვენებს რეჟიმს, რომელმაც თავი ვერ შეიკავა, საჯაროდ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, ცდილობს წაშალოს ის, რაც რამდენიმე საათის წინ თქვა და მთელ მსოფლიოს უმხელს, რომ მისი ბრძანების ჯაჭვი გახლეჩილია. ამ ისტორიაში კიდევ ერთი სკანდალური ეჭვია, რომ ირანის უმაღლესი ეშელონის ციფრული კომუნიკაციების ნაწილი აშშ-დან იმართება ვიღაცის მიერ, ვინც ძალიან კარგად იცნობს ამერიკულ კულტურას. ეს აძლიერებს ფარისეულობისა და დეგრადაციის განცდას. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი წინააღმდეგობასა და მსხვერპლზე საუბრობს, მისი წევრები და მათთან დაახლოებული პირები დაცულები იქნებოდნენ იმ ქაოსისგან შორს, რომლის შექმნაშიც თავადაც მონაწილეობდნენ. მოსახლეობისთვის, რომელიც ხედავს ინფლაციას, შიშს, იზოლაციასა და სისხლს, ეს ძალიან მძიმე ტვირთია. საბოლოოდ, რაც ამ კრიზისმა აჩვენა, მარტივი და სასტიკია. ირანის რეჟიმი ნაკლებად გავს ერთიან მექანიზმს და უფრო მეტად გახლეჩილ, ნერვიულ და საკუთარ თავში დაუწმუნებელ ბლოკს. რაც ხდება, ეს არის შიდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ამ ბრძოლაში მონაწილეობენ ისლამური რევოლუციური გვარდია, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მოლაპარაკეები. როცა ეს ფეთქდება სწორედ ახლა ჰორმუზზე საუბრისა და ახალი ლიდერის დუმილის შემდეგ. ეს ყველაფერი კონცენტრირებულია თეირანში და ჰორმუზის სამხედრო ღერძზე. ეს ვითარდება საჯარო წინააღმდეგობის, ბაზის რისხვისა და ჯგუფებებს შორის თავდასხმებით. და რატომ? იმიტომ რომ დანებების შეგრძნებამ გახსნა ჭრილობა, რომელიც რეჟიმმა შესაძლოა ვეღარ შეძლოს დახუროს. საბოლოოდ ირანი კიდევ უფრო ბნელ ეტაპზე შევიდა. ეს აღარ არის მხოლოდ გარე ზეწოლა, ეს არის შიდა კოლაფსი. და როდესაც ისლამური რევოლუციური გვარდია იწყებს მოქმედებას როგორც რეალური ხელისუფლების ცენტრი, ლიდერის წასვლის მოთხოვნა აღარ ჟღერს შორეულ ჭორად, არამედ უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ რეჟიმის სათავე შესაძლოა რეალურად ირყეოდეს.